თიას კომენტარს ბატონო შოთო გთხოვთ წაშალეთ რა იმდენი უარყოფითი მესიჯი წამოვიდა ვის რას ავალდებულებთო არ გვინდა დახმარება ემიგრანტების ნაცოდვილარი ფულითო ჩვენ დაკვალიანება გვინდოდა თუ იყო ამ დროს რაიმე ბერკეტის სახელმწიფოს მხრიდან გთხოვთ გვაპატიეთ შეწუხება ფინანსური დახმარებაო ჩვენ არ გვითხოვიაო მადლობა და ბოდიშიო აი ქალბატონ თიას მე ვუხდი ბოდიშს აი რა ხალხი ხართ ხალხო რა ხალხი ხართ ეს ეხება იმ ადამიანებს ვინც ესე სხვისი ტკივილი არაფლად რო არ მიაჩნია ადამიანმა მომწერა ითხოვა რომ აი თუ შეძლებ რაღაცასო და მეც გამოვაქვეყნე ეს ყველაფერი და ესეთი კომენტარები უნდა მიგეწერათ ამ ქალბატონისთვის და ესე უნდა მიგემართათ არარაობები ხართ ვინც ეს გააკეთეთ ეხა მე ბოდიშს ვუხდი ქალბატონ თიას და მე ბოდიშს ვუხდი ქალბატონ დალის და მის ქალიშვილს რომ რა ხდება ქართველებო რა გვჭირს ერთმანეთს დავეხმაროთ უნდა რას აქციელია რას აკეთებთ ადამიანმა ითხოვა დახმარება და თხოვა დახმარება და ესე უნდა მიგემართათ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ქალბატონი თეას რეხვიაშვილის პირადში მოწერილი მესიჯს ბატონო შოთა გთხოვთ წაშალეთ რა იმდენი უარყოფითი მესიჯი წამოვიდა და რა აღარ მომწერეს რას ავალდებულებთო არ გვინდა დახმარება ემიგრანტების ნაცოდვილარი ფულით ჩვენ დაკვალიანება გვინდოდა თუ იყო ამ დროს რაიმე ბერკეტის სახელმწიფოს მხრიდან გთხოვთ გვაპატიეთ შეწუხება უარყოფითი კომენტარები წამოვიდა ფინანსურად დახმარება შეგროვებით ნამდვილად არ გვითხოვია მადლობა და ბოდიშიო რატო უნდა მოიხადოს ქალბატონმა თიამ ბოდიში და რატო უნდა უყურებდეს ახლა პირდაპირ ეთერში ესეთ განცხადებას და ესეთ რაღაცას რატო უნდა კითხულობდეს და ეს მოდეს ახლა იმ ადამიანს პროსტა გამეცით ამაზე პასუხი რა ადამიანები ხართ მართლა ვინც ესეთ კომენტარებს აკეთებთ რა მე არ ვიცი რა გჭირთ მე ვერ ხვდები მე რამდენჯერმე ვცადე რომ დამეტოვებინა მართლა ინტერნეტ სივრცე და გავცლოდი ამ ყველაფერს იმიტომ რომ აღარ მქონდა იმის უნარი და იმის რაღაც იმიტომ რომ იმდენად სიბოროტე არა იმდენად ბოროტება მძვინვარებს საქართველოში და იმდენი ბოროტი ადამიანია და ესე სასწაულ რაღაცებს წერენ რომ მე არ ვიცი ხალხო რა გვჭირს აი მართლა 11 წელია ჩემ მენეჯერი ქეთი ჯერი ჭარელიშვილი რომელიც ამბობს ხოლმე ჩემზე ამბობს რომ აი შოთო აკეთებს სიკეთეს და შენ ხარ სიკეთის კივრი და არ დანებდე მაგრამ უბრალოდ არ მაძლევენ მე ამის საშუალებას ხალხო მართლა არ მაძლევენ ხო ხედავთ აი ქალბატონმა თიამ რომელმაც ითხოვა დახმარება და ესეთი მდგომარეობა ქალბატონი დალი უმძიმეს მდგომარეობაშია და გამოვლენ ვიღაცეები და სასწაულ კომენტარებს აკეთებენ ჯერ აი რაც მომწერეს და რაც მთხოვეს ეს იყო რომ იქნებ რამენერად დახმარება ყოფილიყო და რა გვჭირს ხალხო გამოფხიზლით ხალხო რას აკეთებთ ემიგრანტები არიან უსახელო გმირები რატო არ გეწოდებათ ემიგრანტები მათ მხრებზე დგას საქართველოს დღეს ხალხო რა გჭირთ რატო ვერ ხვდებით ამას ნუ თუ მარტო შოთო სიხარულიძე ხვდება ამ ადამიანების გაჭირვებას და მარტო შოთო სიხარულიძეს ადარდებს ეს ადამიანები და სხვას არავის არ გაინტერესებთ ქართველი ემიგრანტები როგორ იქნება მე მესმის შეიძლება რომ აი რაღაცა გქონდეთ თქვენ ზოგი ამბობს რომ რატო არიან წასულები და თუ საქართველოს უყვართ საქართველოში ჩამოვიდნენ და აქ იყვნენ აქ რა გააკეთონ რომ ჩამოვიდნენ რა გააკეთონ ზოგს ბინა არ აქვს ზოგს ბანკი აქვს ზოგს შვილები ენატრება ეხლა თქვენზე მეტად უნდა მათ ჩამოსვლა საქართველოში და შვილების მონატრება ხალხო რას აკეთებთ რას იცით ყოველი ღამე და ყოველი დილა როგორ უღამდებათ და როგორ უთენდებათ ქართველი ემიგრანტებს აი 11 წლის მანძილზე თითოეული ემიგრანტის ტკივილი სიხარული ვიცი გამიზიარებია და ძალიან ცუდად გრძნობენ ისინი თავს და თუ ისინი იღიმიან ფოტოებში და რო იცით ხოლმე კომენტარებს გაკეთება ეს იღიმის და იქ ფულები ციდან არცვივა მიწაზე არ იკრიფება ფულები და უმძიმეს მდგომარეობაში არიან ქართველი ემიგრანტები ხალხო გამოფხიზლდით დავეხმაროთ უნდა ერთმანეთს და უნდა დაუდგეთ მხარში ამ ადამიანებს ემიგრანტებს ხალხო რას აკეთებთ მე არ ვიცი რა ადამიანები ხართ თქვენ ვინც ესეთ განცხადებებს ესეთ კომენტარებს აკეთებთ მე ვერ ხვდები ნამდვილად მე არ ვიცი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ქალბატონი დალი თორაძე არის უმძიმეს მდგომარეობაში მას დრო არ აქვს ფაქტიურად იმყოფება ათენის ზანეიო ჰოსპიტალი იმ პირაუს და ნომერს ვიმეორებ +20 694 29 78 678 ძალიან გთხოვთ იქნებ მიხვიდეთ პირადად დღეს იქნებ რაღაცა გააკეთოთ მანდ არ ვიცი ნამდვილად მე ბოდიშს ვუხდი ქალბატონ დალის მე მომწერა ქალბატონმა თიამ წეხან აი რა კომენტარიც იყო რომ წაშალე ეს კომენტარებიო ჩვენ უბრალოდ ვითხოვეთ დახმარება დაკვალიანებაო და ეს რომ დავეხმაროთ ამ ადამიანს ამით რა დაშავდება ხალხო მე ვერ ხვდები ნამდვილად
ძალიან ცუდად გრძნობ მე თავს, ეხა ემოციურად ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის წაკითხვა ჩემთვის და ხალხო შედით იმ ემიგრანტის ოჯახის მდგომარეობაში, შედით მისი შვილების, მისი ახლობლების მდგომარეობაში, როგორ დარდობენ და როგორ ნერვიულობენ ქალბატონ დალიძე და თვითონ ქალბატონი დალი ახლა რა მდგომარეობაშია. ნუ თუ არ გეცოდებათ, ხალხო, ნუ თუ არ გეცოდებათ ეს ადამიანები, მე არ ვიცი. ჩემთვის აი ნამდვილად მე ხშირად მეუბნებიან ჩემი მეგობრები, ხშირად მისვამენ კითხვას ჟურნალისტები, რომ აი როგორ ახერხებ რომ ყველას ტკივილი მიგაქვს გულთან და აი ნამდვილად რაღაცა ჩემთვის იმდენად შევისის ხორცზე მე ეს ადამიანები 11 წელია და მე არ უყვები ნამდვილად ბოროტ ადამიანებს, იმიტომ რომ ბოროტ ადამიანებს რა დალევს, თუმცა ჩემთან მიმართებაში რასაც წერენ, ხო, ნამდვილად არ მაქვს რეაქცია ცუდი, რაც უნდათ ჩემზე ის დაწერონ. ეხლა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს თუ არ გავიხსენებ, ნუ ბიძინა ივანიშვილის მფარველობის ქვეშ არის შოთო სიხარულიძეო და ის დიდი ხანიაო გისოსებს მიღმა უნდა იყოსო და მე რა დაგიშავეთ ხალხნო. აი ესეთ სიტყვას რო ამბობთ, რა დაგიშავეთ შოთო სიხარულიძემ და რატომ უნდა იყოს შოთო სიხარულიძე გისოსებს მიღმა. ვის რა გამოძალა შოთო სიხარულიძემ? ვის რა დაუშავა გამარკვით, ესეთ განცხადებებს ეს რაღაცებს რო წერთ, ნუ თუ აღმერთის არ გეშინიათ ხალხო, რას აკეთებთ, რამ გაგაბოროტათ, ესე როგორ გაქვთ შურით, ბოღმით, სავსე, გული რომ ესე გშურთ ადამიანების. აი, მე არ შემიძლია ხა ეს არ მინდოდა რომ მეთქვა, ეს ძალიან ბევრი ადამიანმა ნახა ეს სტატია თუ რაც ეწერა მოკლედ კომენტარი, რომ რას ერჩოდნენო დათი როსტომაშვილსო, მოკლედ სიხარულიძე იყო, მოკლედ საცემიო და რა ვიცი მე თუ ამდენ 11 წლის მანძილზე ისეთ რამეს ვაკეთებ რომ მე ესე მეკუთვნის ამ ადამიანებისგან ესეთი ცილის წამება და ესეთი ცუდი კომენტარები რომ მე დასაჭერი ვარ და გისოსებს მიღმა ვარ და სასწაული რაღაცები მე არ ვიცი. ღმერთმა გაპატიოს ნამდვილად მე არ ვარ ბოროტი და მე არ გისურვებ თქვენ იგივეს, რასაც თქვენ მე მისურვებთ, პირიქით ღმერთმა გაგინათოთ გონება და იმედია რომ მალე მოხვალთ გონზე ხალხო. მე არ ვიცი. პირიქით დავეხმაროთ უნდა ემიგრანტებს და ეს ემიგრანტები ჩვენი ტკივილია, ისინი უსახელო გმირები არიან, ემიგრანტების მხრებზე დგას დღეს საქართველო და არ ვიცი ემიგრანტები რო არა, ალბათ რა მოხდებოდა და ეს ადამიანები ჩვენ ფაქტობრივად არჩენენ ჩვენ ფაქტობრივად საქართველოს არჩენენ, იმდენი ემიგრანტი ყავს საქართველოს და ამ ადამიანებს რაღაც ტკივილი აქვთ და რაღაც პრობლემა აქვთ და თქვენ ესე უნდა მიმართოთ, აი ვინც ეს კომენტარები გააკეთა და ამ ყველაფერს ქალბატონი დალი ალბათ ისმეს ახლა პირდაპირ ეთერში და უბრალოდ ქალბატონის შვილი ან ის ადამიანი ვინც მომწერა, ხო, არ შეიძლება შემოძვირფასე, რომ არანაირად უნდა ვიყოთ მიმტევებლები, უნდა ვიყოთ აკეთოთ კეთილის საქმე, უნდა აი დავეხმაროთ ერთმანეთს, არ გვინდა სიბოროტე, არ გვინდა ხალხო. მე არა ვარ ბოროტე, კიდევ ერთხელ ვიძახი რომ რა კომენტარს გააკეთებთ, შოთო აი მირეკავენ ხოლმე და ჟურნალისტები მეუბნებიან და რატო არ სცემთ ხოლმე პასუხს. მე არ მჭირდება რაღაც თავის მართლება და მე არ ვარ იმ ტიპის ადამიანი, რომ მე თავი ვიმართლო ემიგრანტებთან, ან ვინმესთან, რაც უნდათ ის დაწერონ ჩემზე, რაც უნდათ ის თქვან. მართალია საუბრობენ მთლიანად ზოგადად ემიგრანტების სახელით, რომ იტალიაში მყოფი ემიგრანტები საბერძნეთში, თურქეთში, საფრანგეთში ვერ იტანს შოთო სიხარულიძეს და ყველას ეზიზღებაო. ამხელა განცხადებას რო აკეთებენ და წერენ, ძალიან რთულია, რომელი ემიგრანტს ეზიზღები, ვის რა დაუშავე, ვის რა გამოუძალე, როგორ შეიძლება შოთო სიხარულიძემ თბილისიდან ეხა ვინმეს რამე გამოსძალოს და თუ მათი სურვილით რაღაცა პატივს მცემენ და ის იქნება საჩუქარი თუ ფულადი გზავნილი, ეს მათი ალბათ სურვილია და მე ნამდვილად არ დადის ჩემამდე ეს, როდესაც გირეკავენ და ინტერვიუს გთხოვენ, რომ აიცი, თქვენ გაბრალებენ ესე გრთამისტობას, თქვენ გაბრალებენ რომ სძალავთ ემიგრანტებს ფულს, მე არც ერთ ემიგრანტს არაფერს არ ვძალავ და არავისთვის არაფერი არასდროს არ მithოვია. ნამდვილად არ მithოვია, ეს ყველამ კარგად იცის და ერთი ემიგრანტიც არ იქნება ესეთი, ვინც იტყვის, რომ აი შოთო მოგთხოვა ჩვენ თანხა და გადაურიცხეთ ლაივის ჩართვაში და ის აბსურდი, რომ თითქოს შოთო სიხარულიძემ Facebook-ი იმიტომ გააუქმა, რომ ემიგრანტებს ფული გადმოერიცხათ. და თითქოს შოთო სიხარულიძემ პირდაპირ ეთერში სპეციალურად იტირა და ეს იყო დადგმული სპექტაკლი. ხალხო რას ლაპარაკობთ? რა სპექტაკლზე მელაპარაკებთ, როდესაც მე გულწრფელად ქალბატონმა მარინა ყიფერმა დაწერა ჩემზე 3 ლექსი. და აი ბოლო ის ლაივის მონაკვეთი იყო, როდესაც მე წამომივიდა გულწრფელი ცრემლები და რამდენი დაცინვა მივიღე მე ამის გამო და უამრავმა პორტალმა გააზიარა, რომ ატირებული შოთო სიხარულიძე და იცი რა, აი შოთო სიხარულიძეს ემიგრანტები ახლა ფულს ვეღარ დაურიცხავენ და ამის გამო ტირის და სასწაული ტალახი მესროლეს და საშინელი კომენტარები იწერებოდა. რატომ, რისთვის, ვისთვის გამარკვიეთ ხალხო, თქვენ ცოტა აზრზე მოდით და მართლა გეშინოდეთ, რომ ესე იქცევით და აი ეშმაკის მოციქულებად და სატანებად ნუ იქცევით ხალხო, გამოფხიზდით და იზრუნეთ თქვენს შემსავით ემიგრანტებს, ვინმე აგიკრძალათ, რომ თქვენს გააკეთეთ კეთილი საქმე? აგიკრძალეთ, მე გააკეთეთ და დაეხმარეთ თქვენ. რატო იბოღმებით მე ვერ ხვდები?
რატო იბოღმებით და ატრიალეს ესე ჩემი ვიდეო წინ დავკან ატირებული შოთო სიხარულიძე, შოთო სიხარულიძეს ესე დაიმართა, შოთოს ისე, აი, ისეთი უშუალო სიტყვები იყო. ესე გატირებული რადგანაც დამინახეთ, გესიამოვნათ და ეს ემიგრანტები რო დავტოვეთ და ეს იყო ყველაფერი დადგმული. მაქსიმალით გატაროთ თქვენ ღმერთმა მთელი ცხოვრების მანძილზე და მე არ ვიცი. საერთოდ თქვენარი ადამიანები საერთოდ როგორ არსებობენ და როგორ სუნთქავენ და როგორ ამძიმებენ დედამიწას და ისეთი კეთილი ადამიანები გვტოვებენ, მე ვერ ხვდები, რატო არის ესე. შეიძლება ეხა ემოციური გამომივიდა ეს განცხადება, თუმცა უნდა მეთქვა. შენისთანა ვაშკაცი ბიჭები ნეტა არის კიდეო? ნამდვილად მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა. მე მინდა იმ ადამიანებს გასაგონად ვთქვა, რომ შოთო სიხარულიძე 11 წელია ყველა ემიგრანტს ეხმარება. ვიზიარებ მათ ტკივილს თუ სიხარულს, შეძლების დაგვარად ერთი ვარ ხალხო რა გავაკეთო. მე ხო პრეზიდენტი არა ვარ. ამდენი ერიცხება და ამდენი აქვს ხელფასი, არანაირი ხელფასი არ მაქვს მე და 11 წელია სრულად უანგაროთ ვემსახურები ქართველ ემიგრანტებს. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც ახლა შემოგვიერთდა. ქალბატონი დალი თორია, რომელიც 8 წელია იმყოფება ათენში და ის არის ქართველი ემიგრანტი, ის არის უმძიმეს მდგომარეობაში. ნაღლის ბუშტზე ჰქონდა მას პრობლემა, თუმცა აღმოაჩნდა მას სიმსივნე და მას გაუკეთა ურთულესი ოპერაცია. მას არ შეუძლია საკუთარი ფეხით სიარული და ამიტომ წოლიარი მდგომარეობაში უნდა ჩამოფრინდეს საქართველოში. ეს არის დიდ თანხებთან დაკავშირებული. ეს ჩნდებოდა 6000 евро. თუმცა ქალბატონმა აღნიშნა თიამ, რომ ეს მათ არ უთხოვიათ. არ უთხოვიათ, რომ დახმარებოდა უბრალოდ მან თხოვა დახმარება იქნებ სახელმწიფოს მხრიდან ან რაიმე ორგანიზაციის მხრიდან ან ნებისმიერი რაღაც ფონდის თუ შეიძლებოდა რომ დახმარებოდა. თქვენთვის არ უთხოვიათ მას დახმარება არანაირად და არ უთხოვიათ ის რომ აი მომწერა წეხან კომენტარი რომ ემიგრანტების ოფლით ნაშოვი ფულიო ეს არ გითხოვიაო და როგორიც ცუდი კომენტარებიაო და ეს ოჯახის ძალიან ახლო ადამიანია ვინც ეს მომაწოდა მე ინფორმაცია ქალბატონ დალიზე და ნუ თუ ეხა ამ ადამიანის გულში რა ხდება ეხა გვიყურებს ჩვენ ქალბატონი დალის შვილი და რა სიტყვის რომ აი გითხოვეთ დახმარება და ესეთი საშინელი კომენტარები მივიღეთ და ესე გადაგვიარის თავზეო გეშინოდეთ მართლა გეშინოდეთ თქვენ მე მოვიწოდებ ყველა იმ ემიგრანტს და ჩემი უდიდესი თხოვნა რომ დღესვე ხა ამ წუთასვე ლაივის გასრულების შემდეგ გახვიდეთ და რაიმეთი დაეხმაროთ ქალბატონ დალის და მის ქალიშვილს. რა ვიცი, აი ხო ყავთ მეგობრები დაატრიალდეთ ყველამ ერთად და რაღაც იქნებ პირადი ნივთები ჭირდება, რაიმე იქნებ საშუალება არ აქვს ქალბატონს, იქნებ თანხა უჭირს, აი რაღაცა ელემენტარული რომ მივაწოდოთ მას. ვიმეორებ +30 694 29 78 678. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას და ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს მართლა თუ მე ავღელდი და ჩემთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ თქვენ რა გონიათ ეხა იცი რა არის შოთო სიხარულიძესო ვერ უყურებთო ლაივშიო რომ ერთვებაო განგრეულ კაიფშიაო და ზოდადისო ესეო ქვეყნებშიო ნაირ ქვეყნებიო მოვლილი აქვსო და სასტუმრო და დაცვით დადისო მართლა გეშინოდეთ ხალხო ესეთი აბსურდი რაღაცეების რო ლაპარაკობს და რო წერთ ეგეთ რაღაცებს. ნამდვილად გეშინოდეთ, იმიტომ რომ თქვენ ადამიანებს მე ნამდვილად ვერ გიწოდებთ. თქვენ ხართ არა ადამიანები და თქვენ ცდილობთ რომ ამდენი ადამიანის წინაშე მე ესე დამამციროთ და ჩემს ესე ცუდი რაღაცები წეროთ. მე არ ვიცი. არა მხოლოდ ერთი ემიგრანტი, კატში კიდევ ქართველი მამაკაცი ყავთ უგონო მდგომარეობაში და გამოწერას უპირებდნენ, რადგან სახსრები არ აქვს და საერთოდ კიდევ მისი ქართველი ხალხი ზოგადად მდგომარეობაო. შეთაუფალმა დაგოცეს ჩვენს საიმედოთო. გაიხარეთ უბრალოდ მე მინდა ყველა ემიგრანტი დავლოცო და ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ. აი მართლა მე ძალიან გაფასებთ და მე ძალიან მიყვარხართ და რა გავაკეთო შეიძლება ეს ძალიან ბევრგან მომისმენია მე და უთქვამთ ჩემთვის რომ იცი რა რომ აი იმიტომაც არის შოთო ემიგრანტებთან რომ აი ფულის გამოა და მას ფულს ურიცხავენ და აბა უანგაროთ ვინ გაგიკეთებს რამეს და რაღაც ესეთი მსგავსი განცხადებები და ალბათ იმ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ ის რომ თუ შეიძლება რომ ამ ადამიანებს უფასოდ შეთომ გავუკეთოს ალბათ რამე და ალბათ იმათ ბინძურები არიან თვითონ და ბოროტები არიან რომ ალბათ მეც მცხებენ ესეთ ჩირკს ნამდვილად ვიზახი რომ 11 წელია სრულად უანგაროთ მემსახურები ქართველ ემიგრანტებს და იმასაც აღნიშნავ რომ შოთო სიხარულიძე არსად არ მუშაობს და მას არ აქვს ხელფასი იმას რასაც თქვენ წერთ რომ იცი რა შოთოს ერიცხება 1000-ები და ესე და ისე ნამდვილად არ არის და მე ერთი თეთრიც არ ამიღია ქართველი ემიგრანტებისგან არ მომითხოვია ყოველ შემთხვევისთვის და ვინც მე რაიმე პატივს მცემს თვითონ მისი სრულიც აჩქარი იქნება ეს თუ
ფულადი გზავნილი ეს უკვე თქვენი საქმე ნამდვილად აღარ არის იმ ბოროტ ადამიანებს გულისხმობ, იმიტომ რომ ეს არის მათი სურვილი ალბათ და ამას დამსახურება უნდა. ეხა ესე მე ვიჯდე ბათუმში, მოგეხსენებათ ბათუმელი ვარ, ახლა ვარ თბილისში 2 თვეა და ესე აქედან შოთა სიხარუძეს ვიღაცამ რაღაცა გაუკეთოს ან გამოუგზავნოს, ხო? ამას დამსახურება უნდა. ესე არ ხდება, იმიტომ რომ მე ქალბატონებს არ ვიცნობ, ხო? ანუ ცნობენ თვითონ ესე და შეიძლება სახელითაც არ ვიცოდე, ხო? აი ეს ადამიანები და უბრალოდ რომ გავიგო რომ აიცი, შოთო ამადამ რაღაცა ხო ან მაშინ ვიგებდი ამ ადამიანებს და ძალიან თბილად და ტკბილად წერენ მე და მთლიან ოჯახის წევრად და ჩემთვის ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. ნამდვილად ვიძახი ამას და რა გავაკეთო ეხა? უბრალოდ ისეთი ადამიანები, ვინც მე მართლა მაკარგვინებს ამ ყოლაფრის გაკეთების სურვილს, უთქვამს ბევრჯერ ჩემს მეგობრებს, განსაკუთრებით ქეთის ემაქვს საუბარი, ჩემი მენეჯერი, რომელიც ყოფილი ემიგრანტია და ის ძალიან ლამაზი სულის პატრონია და არაჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც ეხა სამ დღეში ბრუნდება საბერძნეთში, ის იძულებულია რომ წავიდეს, იმიტომ რომ საქართველოში ვერაფერი ვერ გააკეთა და უთქვამს, რომ აი შენ უნდათ რომ დატოვო ემიგრანტები და ანუ მათ გაიხარდება და არ დატოვო და იმიტომ ჩემს ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელი იყო, იმიტომ რომ ერთი მოქმედა ჩემზე იმ საიტების ამბავმა, რომ პირდაპირ ეთერში ავტირდი კიდევაც ლექსები რომ დამიწერა ქალბატონმა მარინა ყიფიანმა და იმდენი კომენტარები, SMS-ები, Viber-ი, WhatsApp-ი აფეთქდა ტელეფონი. ზარები არ წყდებოდა და ყველა მე მომხნევებდა რომ იცი რა შოთო ვიყვარხარ და არ დაგვტოვო და დაბრუნდი და მე არ შემეძლო ამ ადამიანების გამო არ დაბრუნებულიყავი და ეხა რაც არ უნდა მოხდეს და რაც არ უნდა შემებრძოლო და რაც არ უნდა ბოროტი ადამიანები გამოჩნდნენ მე ნამდვილად არ ვაპირებ ქართველი ემიგრანტებით ავტოვო იმიტომ რომ რეალურად თუ ადამიანები ღმერთმა ყველა დაგიფაროთ ეხაც რომ მოკლეს ქართველი ემიგრანტი თურქეთში საკუთარ დაამისი და თუმცა წერდა მე რომ დაკარგულიაო და მე სამწუხაროდ თბილისში ვიყავი და ის ვერ წავიკითხე და ქეთი ჯერიჭარელიშვილს ვუხდი მადლობას ჩემს მენეჯერს დავუკავშირდა და ეს გავაქვეყნე ყველაფერი ეს ამბავი ანუ ამით შეიძლება ჩვენ იცი რა მივაწვნეთ ხმა ყველას და დაისაჯოს ყველა ეს დამნაშავე ვინც ესეთ საშინელებებს ჩადის და ალბათ შოთო სიხარულიძე ნამდვილად უნდა იყოს თქვენ გვერდით არ ვიცი ხანდაც ფიქრობს თქვენ ვინც მიყურებთ რომ მე უნდა ვიყო თქვენს გვერდით და შეიძლება ზოგი ფიქრობს რომ იცი რა შოთო სიხარულიძე მხოლოდ ფულის გამო აკეთებს ამას და ხოლოდ ფული უნდა ემიგრანტების თუმცა ნამდვილად ვიძახი გულწრფელად გულზე ხელი შემიძლია დავიდო და პიჯვარიც გადავიწერო რომ არასდროს მე არ მომითხოვია ქართველი ემიგრანტებისთვის ის რომ თქვენ ამ ყველაფერში მე გადამიხადეთ თანხა და მე რაღაცა ესე მინდა ესე ნამდვილად არ ყოფილა მე გულწრფელად ვიძახი და მე აღარ მინდა ამ ჩემზე საუბარი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ და დავასრულებ ახლა ამ პირდაპირ ჩართვას ძალიან გთხოვთ 8 წელი იმყოფებოდა ემიგრაციაში ქალბატონი დალითორია რომელსაც გაუკეთდა ოპერაცია მას ჰქონდა ნაღლის ბურთის პრობლემა აღმოაჩნდა უმძიმესი დაავადება ონკოლოგიური მას აქვს სიმსივნე ის არის უმძიმეს მდგომარეობაში მას არ შეუძლია მოკლედ მოძრაობა და გვინდა რომ აი მწოლიარე მდგომარეობაში გადმოვაფრინოთ თუმცა ეს არ ხერხდება ძალიან ძვირი ხდება ანუ ძვირი ჯდება 6000 ევრო მოითხოვა ავიაკომპანიამ და მე გთხოვთ რომ იქნებ მიხვიდეთ ათენის ტრაზანეიოს ჰოსპიტალი in პირაუსამ სამადყოფოში და ნომერს გეტყვით +30 694 29 78 678 გთხოვთ მორჩილესად გთხოვთ რომ მიხვიდეთ და იქნებ რაიმე სჭირდება იქნებ რამე პირადი ნივთები სჭირდება იქნებ რაღაცა სჭირდება და ბროს რო გაამხნევოთ და რაღაცა უთხრათ მის შვილს საქართველოსდან მე მგონია რომ აი ქართველები ერთად უნდა დავდგეთ და ეს ქალბატონი უმოკლეს დროში და უმოკლეს ვადაში ჩამოვიყვანოთ ჩვენ საქართველოში ქალბატონიდან და მე ძალიან ვწუხარ მძიმესად ვარ ეხლა ჩემთვის ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი იმიტომ რომ ფაქტობრივად ქალბატონ დალის ესეთ დაავადება ჭრის რომ მას ფაქტობრივად არ აქვს დრო და მას არ მინდა რომ ის თქვა მაგრამ მას არ უნდა რომ უცხო მიწაზე არ უნდა რომ უცხო მოკლედ მას უნდა რომ მის მიწა-წყალზე დადგას ფეხი. ამას თუ ქვია ფეხის დადგმა. ის ისეთ მდგომარეობაში იმყოფება ახლა ამ წუთებში ათენის საავადმყოფოში. მე ბოდიში ვხდი მაყურებელს რომ ესეთი ლაივი გამოვიდა, თუმცა არ შემეძლო. ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან რთულად ყველა ცუდად ვიყავით მოკლედ და რთული დღეები გქონდა ყველას ერთად. ემიგრანტის ყველობა შემდეგ ემიგრანტის შვილის დարձალის გარდაცვალება ტრაგიკული ქალბატონ ნაზი გოგუაძეს დაემართა უმციმესი ტრაგედია დაძრალდა მის თავს ის მოტყუებით წამოიყვანეს მეგობრებმა თურქეთიდან და მე ვერ შევძელი ქალბატონ დალისთან ქალბატონ ნაზისთან მისვლა რომ პირადად სამძიმარი გადამეცა და ესე თქვენი სახელით მიმესამძიმრებია
ვერ შევძელი და მე ბოდიში ვხვდი ქალბატონ ნაზის, იმიტომ რომ ვერ შევძელი ნამდვილად და ალბათ გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება მივიდე პირადად და ქალბატონ ნაზის ისე პირადად ვთხრა მას სამძიმარი. და ეს ბოლო დღეების სულ ეს ცუდი ამბები რო იყო. ესეც განცხადებაც, დღევანდელი განცხადებაც არ შემეძლო რა გამოკეთებინა. გემშვიდობებით მოვალ შეხვედრამდე ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. არა, მარინას არ უსმენ მე ბოროტ ადამიანებს და მე არ მაინტერესებს ჩემზე რას წერენ, უბრალოდ ჩემთვის ძალიან მძიმეა რომ ქართველი ემიგრანტებზე წერენ ცუდს და ეხაც ამ შემთხვევაში ქალბატონმა ითხოვა დახმარება და ესეთი ნეგატიური რაღაცები მისწერეს მას და მან თქვა რომ ჩვენ შოთოსთვის თანხა არ გვითხოვია არც ემიგრანტებისთვის უბრალოდ შოთოს ვთხოვეთ დახმარება რომ იქნებ შეძლოს ვინმეთი რომ დაგვაფინანსონ ან თუნდაც თუ არსებობს რამე სახელმწიფოს მხრიდან ბერკეტი რომ დაგხმარება როგორც ხდება ხოლმე და მე ესე ეხმარებით 11 წელი ამ ადამიანებს და რა ვიცი მე ბოდიში ვხვდი ქალბატონ დალის ბოდიში ვხვდი ქალბატონ თიას და ქალბატონ დალის შვილის სახელი არ ვიცი მას ვხვდი ბოდიში ასეთი კომენტარები რო იყო და შევეცდები ახლა ლაივის გასრულების შემდეგ მე დავბლოკო და წავშალო ეს კომენტარები რა ვიცი ძალიან გთხოვთ ყველა მიდით დღეს და დაუდექით გვერდში ქალბატონ დალის მიდით სავანტყოფაში ათენში სავანტყოფაში აი ნომერი კიდევ ერთხელ ძალიან ბევრჯერ ამოვიკითხე და მგონი აღარ არის საჭირო რო გავიმეორო ნომერი ათენის სავანტყოფო ზანეიო ჰოსპიტალი იმ პირაუსი +30 694 29 678 გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მადლობა ყურადღებისთვის. და ქალბატონ დალის არ ვიცი უსურვებ მე არ ვიცი რა უსურვებ ქალბატონ დალის საზღვარგარეთ დალის ოჯახს. სიტყვები არ მყოფნის და შეუძლებელია ამ სიტუაციაში მე რამე ვთქვა